სამსახურის შიგნით კონკურენცია არის სისულელე. თანამშრომლები არ უნდა მოიყვანო ერთმანეთთან კონკურენციულ გარემოში. ეს არიციან ძალიან ბევრმა ხელმძღვანელმა, იმიტომ რომ ნახე რა ესმით კონკურენტული გარემო, კონკურენცია ამვითარებს ორ დამოუკიდებელ სტრუქტურას. ერთი ორგანიზაციის შიგნით კონკურენცია აფუჭებს ორგანიზაციულ კულტურას და მახინჯ ურთიერთობებს წარმოქმნის. როგორი ვარიანტია მოკლედ. ოღონდ მეც არ გავაგრძელებ მე დასაბუთებას. მე მოვედი სამსახურში და თქვენ ხართ ჩემი კონკურენტი. თქვენ გარბი ხართ 100 მეტრს 10 წამში. რადგან თქვენ კონკურენტი ხართ, მე უნდა გავირბინო 9-ში. მე აგერ ნინო შემოგვიერთდა და იმან საერთოდ 8-ში უნდა გაირბინოს, მაგრამ ჯერ თქვენ ხართ პირველი. ადამიანის ტვინი როგორ მუშაობს ეკონომიური პრინციპით. მე მივხვდები რომ მე რო არ ვიწვალო, რომ 9-ში გავირბინო, მთავარია შენ 10-ში ვერ გაირბინო. და შევდივარ უფრო სვეუბნები რომ თქვენზე თქვა რომ დიდი თავი აქვს და არაფერი უყრია შიგნით. და კლავიატურაში ჩაგესხავ ყავას და ნინო დაიჭეს ჩემ ხარეს, იმიტომ რომ შენ უნდა მოგიშოროთ, იმიტომ რომ შენს გამოა რომ ჩვენ არ გვაფასებ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ამიტომ мотивация ორგანიზაციის შიგნით უნდა იყოს კორპორატიული. ახლა მეტყვით ეგ როგორ კეთდებაო და წავა ძალიან ბევრი ლაპარაკი. კონკურენცია ეს და ეს სიტყვები დავივიწყოთ რა. ჯანსაღი. ჯანსაღი სპეტაკი ადამიანი არის ადამიანი და ძალიან ადვილად ტვინავს რა. რატო ახლა შეგეჯიბრო, გიჩვენებს ეს, ფეხს დაგიდებ. ხო, ეს არის.